ზუსტად 8 საათზე ამ წუთებში მთელ ახლო აღმოსავლეთში კვლავ ისმის ძლიერი აფეთქებები და უკვე აშკარაა, რომ აშშ-სა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ კვლავ დაბრუნდა თავის ცხელ ფაზაში და აშკარაა, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაშლილია. თუ ძალიან მოკლედ ვთქვით, აშშ-ში ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა არმიამ ირანს დაარტყა პასუხად ომანის სანაპიროსთან არმიის ვერტფრენის, აპაჩის ჩამოგდებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პასუხი ძალიან ძლიერად და ძალიან ძლავრად შეაფასა. პასუხად ირანმა გაუშვა რაკეტები და უპილოტო აპარატები აშშ-ის ობიექტებზე რეგიონში. ამის შესახებ ნათქვამია ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებაში. ამავე დროს რეგიონული ქვეყნების არმიები განგაჟზე აიყვანეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს რაკეტების საფრთხის გამო. პირველ რიგში საუბარია სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ეხნებზე. ირანული ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო მეჰრის ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს სანაპირო ქალაქ სირიქში. აფეთქებების ხმა ასევე ისმოდა ბანდარ აბასში და ქეშმში, რომლებიც ჰორმუზის სრუტის საზღვართან მდებარეობს. გარდა ამისა, დღეს უკვე ოფიციალურად განაცხადეს ორ ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომ ამერიკული ვერტფრენი ირანულმა უპილოტო აპარატმა ჩამოაგდო, ხოლო სხვა წყარომ განაცხადა, რომ ვერტფრენი უპილოტო აპარატი აფეთქდა. ირანულმა უპილოტო აპარატმა ჩამოაგდო, ხოლო სხვა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო უპილოტო აპარატი. დიმა ტორზოკი. ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა თქვა, რომ გაურკვეველია ვერტმფრენი განზრახ ჩამოაგდეს თუ ეს შეცდომა იყო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა დღეს ისრაელმა და ირანმა დარტყმები გაცვალეს, ხოლო ვაშინგტონი ამას განსაკუთრებით არ ეწინააღმდეგებოდა, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ომი მართლაც ბრუნდება ცხელი ფაზისკენ. იმიტომ რომ აშკარად შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. ჩემი სახელია ალექსეი პეჩერ. მოდით ერთად დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ტრადიციულად გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. ასე რომ ცოტა შორიდან დავიწყებ და აღვნიშნავ, რომ ორშაბათს საღამოს ომანის სანაპიროსთან ჰორმუზის სრუტეში ამერიკული ვერტფრენი ჩამოაგდეს. ეს იყო აპაჩის ვერტფრენი. სხვათა შორის ეს არის პირველი ესეთი ჩამოგდებული ვერტფრენი ამ ომის ისტორიაში. დიდი ხნის განმავლობაში გაუგებარი იყო ვერტფრენი განზრახ ჩამოაგდეს, თუ ეს ტექნიკური გაუმართავობა იყო. მაგრამ მოგვიანებით თითქმის ერთი დღის შემდეგ დონალდ ტრამპისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბოლოოდ ეს ირანმა ჩამოაგდო ამერიკული ვერტფრენი. და აქედან დავიწყებ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაქჩის განცხადებიდან დავიწყებ, რომელმაც ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ ირანმა ჩამოაგდო ამერიკული ვერტფრენი, მოულოდნელად მოუწოდა ამერიკულ ჯარებს ჰორმუზის სრუტის დატოვებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მუდმივ საფრთხეში იქნებიან, რითაც მიანიშნა, რომ აპაჩი არც პირველი იყო და არც ბოლო. შემდეგ ციტატა მოდის. უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიასთან ახლოს იმყოფებიან, მუდმივად რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, შემთხვევითი ინციდენტების ან პოტენციური თავდასხმის გამო, რაც შეიძლება მოხდეს ჯვარედინით ცეცხლის დროს. ჯვარედინით ცეცხლის ქვეშ მოხვედრა. რისკის შესამცირებლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა უცხოური ჯარების, რაც შეიძლება სწრაფად გასვლა იმ გარემოდან, რომელიც არასოდეს იქნება ხელსაყრელი მტრული ყოფნისთვის. გარდა ამისა, აბას არაქჩიმ დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თეირანი დიპლომატიის ენას ამჯობინებს, როგორც ჩვენსმა მამაცმა მებრძოლებმა მსოფლიოს აჩვენეს, ჩვენ სხვა ენებზე შეგვიძლია საუბარი. გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღისით განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე არ ითვლება საერთაშორისო წყლებად, არამედ მდებარეობს ირანისა და ომანის ტერიტორიაზე. მან დაიფიცა, რომ ირანის სამხედროები მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რათა უპასუხონ ირანის ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების ნებისმიერი საჰაერო სივრცის დარღვევას. აქ აღნიშნავ, რომ სწორედ ამერიკული ვერტფრენი აპაჩი ასრულებდა ირანის ბლოკადის მისიას ჰორმუზის სრუტეში. და წინა დღეს ეს ვერტფრენები გამოიყენეს ირანული კატერების დასარტყმელად, რომლებიც ცდილობენ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გაგრძელებას. და სწორედ ამ განცხადების შემდეგ უკვე გაჩნდა პირველი სიგნალები იმისა, რომ ამერიკელები წუთი-წუთზე დაიწყებენ შეტევას. პირველ რიგში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ აშშ-ში პასუხს გასცემს აპაჩის ვერტფრენის ჩამოგდებაზე. მეორეც იყო განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის JJ Vance's მხრიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალიან ახლოსაა ირანთან შეთანხმების მიღწევასთან, მაგრამ რამდენად ახლოსაა, ამას დრო აჩვენებს. შემდეგ კი უბრალოდ მოგიყვანთ ციტატას, ძალიან უცნაურ ციტატას JJ Vance's-გან. მოусმინეთ, ფიქრობ, შეთანხმება შეიძლება შედგეს მომავალ კვირას, მაგრამ ასევე შეიძლება შედგეს რამდენიმე თვეში.
ახლა მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მომგებიანი შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის და რომელიც რეალურად გადაჭრის ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემას. არა მხოლოდ ახლა, არა მხოლოდ მაშინ, როცა დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ჩემმა შვილებმა, როცა გაიზრდებიან, შეძლონ თქვან, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. ეს არის ამ პოლიტიკის მიზანი და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მის მიღწევასთან. მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო და ამას გავაგრძელებთ. თქვენ ამბობთ, რომ ძალიან მალე, რამდენად მალე შეიძლება შეთანხმება შერდეს შუალედურ არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, არა, ვფიქრობ, შუალედურ არჩევნებამდე ბევრ რამეს გავიგებთ. მოისმინეთ, ვფიქრობ, შეთანხმება შეიძლება მომავალ კვირას შედგეს, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვეც დასჭირდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ირანელები პრეზიდენტ ტრამპს ატყუებენ? არა, ასე არ ვფიქრობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ სისტემას შეთანხმებამდე მისასვლელად დიდი დრო სჭირდება. სულ მეკითხებიან, ენდობით თუ არა ირანელებს. პრეზიდენტი ამაზე პასუხობს. მე არავის ვენდობი. მხოლოდ ჩემს მოლაპარაკებების უნარს ვენდობი. მე ვენდობი ჩვენი ადმინისტრაციის შეთანხმების უნარს და ვენდობი იმ კონტროლის ზომებს, რომლებიც ჩვენ შემოვიღებთ. და აი ზუსტად 1 საათის შემდეგ ამ განცხადების პირდაპირ ეთერში JJD1C-სგან ASHS-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ისინი იწყებენ დარტყმების ტალღას ირანზე. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები დაიწყო აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე. და ეს არის პასუხი გუშინ ASHS-ის არმიის აპაჩის ვერტფრენის ჩამოგდებაზე ომანის სანაპიროსთან. სარდლობამ ამ თავდასხმებს თვითდაცვის მიზნით განხორციელებული დარტყმები უწოდა. ASHS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი დარტყმები გამაფრთხილებელ გასროლას წარმოადგენს ირანის მიმართულებით. და ASHS-ში მიიჩნევს, რომ ისინი არ შეუშლიან ხელს ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს. ცენტრალურ სარდლობაში მათ დაახასიათეს როგორც პროპორციული პასუხი გაუმართლებელ ირანულ აგრესიაზე. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ თავდაპირველი დარტყმები განხორციელდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რადიოლოკაციურ სადგურებზე ორმუზის სრუტის რაიონში. გარდა ამისა, მოსალოდნელია დამატებითი დარტყმები. წყაროს ინფორმაციით, რომელიც იცნობს ამერიკული ვერტფრენის ჩამოგდების გარემოებებს, სწორედ ირანულმა უპილოტო აპარატმა შახეთმა ჩამოაგდო იგი ორშაბათს. მაგრამ თითქმის ერთი დღე ელოდნენ, რომ ზუსტად გაერკვიათ ეს საკითხი. და ტრამპი ამზადებდა ბრძანებას ირანზე დარტყმის მისაპენებლად. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ვერტფრენის 2 პილოტი არ დაშავებულა, ხოლო მათი გადარჩენა მოახერხა ASHS-ის უპილოტო კატერმა ეკიპაჟის გარეშე. ASHS-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებში, როგორიცაა გაერთიანებული არაბეთის ემირატები და საუდის არაბეთი, გამოყენებული საბრძოლო ვერტმფრენები აპაჩი აღჭურვილია 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით და შედარებით იაფი რაკეტებით, რაც მათ ღირებულ და ეკონომიურად ეფექტურ საშუალებად აქცევს ირანული უპილოტო აპარატებისგან თავდაცვისთვის ამ კონფლიქტის დროს. ცოტა მოგვიანებით ირანულმა საინფორმაციო სააგენტო მეჰარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მართლაც ისმოდა რამდენიმე აფეთქების ხმა. კერძოდ, აფეთქებების ხმა ისმოდა ბანდარ აბასში და კეშემის კუნძულზე, რომლებიც არმუზის სრუტეში მდებარეობს. და აი ASHS-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ASHS-ის რეაქცია ირანის მიერ ჩამოგდებულ ამერიკულ ვერტფრენზე ძალიან ძლიერი და მძლავრია. ციტატა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისგაცემა. მათ ჩამოაგდეს ვერტმფრენი და ჩვენ ამ წუთას ვპასუხობთ. ეს არის პასუხი იმაზე, რაც მათ ჩვენს ვერტფრენს გაუკეთეს წუხე. და მე ვფიქრობ, რომ პასუხი უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ძალიან მძლავრი. და სწორედ ასეთია ის. და ამის შემდეგ ირანმა განაცხადა, რომ არც ერთ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს. და მაშინვე ირანმა გაუშვა რაკეტები და უპილოტოები ASHS-ის მიზნებზე რეგიონში. ამის შესახებ განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ASHS-ში განაცხადა ირანზე საფასუხო დარტყმების შესახებ აბასის ვერტმფრენის ჩამოგდების გამო. და მართლაც დადასტურდა, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ირანის ქალაქებში სირიქსა და მინაბში, ასევე კეშმის კუნძულზე. მინაბის გუბერნატორმა შემდგომ განცხადებაში დააზუსტა, რომ შეტევის შესახებ უშუალოდ ქალაქზე ინფორმაცია არ მიუღიათ. ქალაქში, რომელიც ქვეყნის შიგნით მდებარეობს, აფეთქების ხმები მოდიოდა სანაპირო ზოლიდან, რომელიც არმუზის სრუტეს ესაზღვრება და არაუშუალოდ მინაბის ოლქიდან. ანუ იგულისხმება, რომ ეს იყო ხმაურის ანარეკლი. საბოლოოდ დარტყმები სანაპირო ზოლზე განხორციელდა. აი ასე. ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ ASHS-ის მხრიდან არც ერთი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. შემდეგ კი მის ციტატას მოვიყვან. ბრძოლის ველზე მარცხის მიუხედავად, ASHS-ში გადაწყვიტა თავისი სიმტკიცე შეემოწმებინა. ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები არც ერთ თავდასხმას ან მუქარას უპასუხოდ არ დატოვებენ.
თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ, დატოვეთ ჩვენი რეგიონი. და არ დაგავიცლეთ, რომ ამ თავდასხმამდე გარკვეული კონფლიქტი მოხდა დონალდ ტრამპსა და ბინიამინ ნეთანიაჰუს შორის. და დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ინტერვიუში გამოცემა იერუსალიმ პოსტთან, რომ ისრაელი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როცა მას მოუწევს ირანს მარტო აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დაუპირისპირდეს. როგორც გამოცემა წერს, იერუსალიმში იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება არ მისცეს ისრაელს მწვანე შუქი ირანის თავდასხმებზე პასუხის გასაცემად, თუნდაც შეზღუდული ან სიმბოლური დარტყმის სახით. შესაძლოა მოგვიწიოს დარტყმის მიყენება ამერიკული მხარდაჭერის გარეშე, მიუხედავად ამასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა, განაცხადა ნეთანიაჰუ. მისი თქმით, იერუსალიმს არ სურს ამ დონემდე მისვლა, თუმცა იცის, რომ შეუძლია ასეთ ნაბიჯზე წასვლა. აი ასე. აქ შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა პირდაპირ არ უარყო ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმებზე. თუმცა მიანიშნა, რომ სურს გაწონასწორებული რეაქცია. ასევე მაშინ ტრამპმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ახლოსაა თეირანთან შეთანხმებასთან მშვიდობის შეთანხმების შესახებ. თუმცა იმავე საღამოს ცახალმა რამდენიმე ირანულ ობიექტს დაარტყა, მათ შორის რადარების სისტემებს, საზენიტო ბატარეებს, იარავის წარმოების ობიექტებსა და ნავთობ-ქიმიურ ქარხანას. ეს იყო იერუსალიმის პასუხი ისრაელის ჩრდილოეთიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე, რაც კიდევ ერთი ბარიერი გახდა აშშ-სა და თეირანს შორის მშვიდობის შეთანხმების გზაზე. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ გავრცელებული ინფორმაციით თითქოს ისრაელის არმიას ბევრად უფრო მასშტაბური იერიშის დაგეგმა ჰქონდა ირანზე, რომელშიც დაახლოებით 50 თვითმფრინავი მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ ტრამპისა და ნეთანიაჰუს საუბრის შემდეგ მასშტაბი შემცირდა. ტრამპის მიერ ისრაელის იერიშის დამტკიცება უნდა მომხდარიყო ლიდერების საუბრის დროს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გააგზავნა. მაშინ ტრამპმა მკაფიოდ გამოხატა თავისი უთანხმოება მასშტაბურ ისრაელის თავდასხმასთან, რაც საბოლოოდ ამ მასშტაბური ოპერაციის გაუქმებას გამოიწვია. ისრაელში ახლა შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ტრამპის დიპლომატიური შეთანხმებისკენ სწრაფვის გათვალისწინებით ის შეიძლება წინააღმდეგი გამოვიდეს, თუნდაც სიმბოლური იერიშის, როცა შემდეგი ესკალაცია დაიწყება. მაგრამ როცა ამერიკულ ვერფრენ აპაჩზე მიიტანეს ierishi, ტრამპმა თავად აერჩია პასუხი სამხედრო გზით და არა დიპლომატიური მეთოდით. საერთოდ, ეხლა სამწერტილს დავტოვებ. აქ უნდა დაველოდო დილას და ვნახოთ რა იქნება შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეხლა განცხადებები საკმაოდ მტრულია და აშკარაა, რომ ირანი შეეცდება შეტევების გაგრძელებას. პერსიის ყურის ქვეყნები ახლა დიდ დაძაბულობაში არიან და აცხადებენ, რომ თავიანთი შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს, რადგან უცნობია რას უნდა ელოდონ ირანისგან. საერთოდ აქ სამწერტილს ტოვებ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.